მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს არის ცოტა ისეთი უცნაური სიტუაცია მოხდა. დილით მინდოდა თქვენთვის ჩამეწერა გაშლა მომდევნო თვის მოვლენებზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცბად როცა ვიდეოს საერთოდ ვწერ, ვეკითხები ხოლმე სამყაროს, აი ხა რა ესე ამოვნებათ, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ, რო თქვათ, რაზე ვისაუბროთ და მოვიდა ესეთი იცით რაღაცნაირად შემოვარდა ესეთი თემა, რისთვის არის ეს ყველაფერი ჩემთვის, აი რატო ხდება ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში და აი ეს რაღაც დამდევს ეს კითხვა და ნუ ეთყობა ნაკადიდან მოდის, ახლა ვინც ჩემ სივრცეში არის, უკვე თქვენ იცით რომ ხშირ შემთხვევაში თქვენთვის ეს საჯარო გაშლა მუშაობს როგორც პირადი გაშლა, ხო და ამიტომ პრინციპში არ გამიკვირდა ეთყობა ვიღაცას აქვს ძალიან ისეთი ან რთული პერიოდი, ან ისეთი პერიოდი, როცა ეძებს კითხვაზე პასუხს, ანუ რისთვის არის ეს ყველაფერი, რაც ეხლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, მე ახლა მინდა შევიდე ნაკადში და ვნახოთ რა ხდება საერთოდ, ვინ გამოვა და ვკითხოთ რა, ახლა პასუხსაც რომ მოგცემს ჩვენ ტარო, ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენი ტარო არის ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი, ხო? იცის ყველაფერი ჩვენზე აბსოლუტურად კარგად. და წავიკითხოთ ეს ინფორმაცია, ხო? იქნება და ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცისთვის ძალიან საჭირო იქნება ეს გაშლა. ამიტომ ახლა იმასაც კი ჩაგიწერთ, რასაც თქვენ მთხოვთ, მაგრამ როცა ასე ნაკადში შევდივარ და მოდის ინფორმაცია, ყოველთვის მაგას ვითვალისწინებ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ზუსტად ეხლა სჭირდება პასუხი ამ კითხვაზე, რისთვის არის ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, აი რატო ხდება ეს, ხო? ვნახოთ ახლა, რა თქმა უნდა, რა სიტუაცია ვერ გეტყვით, უბრალოდ აი ესეთი შემოვარდა რაღაც სივრციდან ინფორმაცია, რატო, რა რისთვის არის გინდა კარგი ინფორმაციაც იყოს, ხო, შეიძლება რომ იყოს ადამიანი ბედნიერი და რატო მომწეს ასეთი ბედნიერება, ხო? ნუ ვნახოთ, არ ვიმკითხავთ, ჩვენ ვკითხოთ ტაროს და გავიგოთ, რა თქმა უნდა, ვიზე იქნება დღეს საუბარი გვაჩვენეთ. აი ხო გითხარით, ეგრევე მოვიდა 4-იანი თასების, ეგრევე. სივრცე ასე მუშაობს, ჩემო სიხარულებო. სივრცე ასე მუშაობს. ეხლა ნახეთ რა ხდება. ნამდვილად ჯერ ეხლა ყურუმი გამოვიდა ეგრევე, ხო? ანუ ესე იგი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უდიდესი ინტუიცია, ანუ რაღაცას მე ვგრძნობ, რომ რაღაც აი იმენა როგორ არის, აი ვეძებ პასუხს, იმიტომ რომ ყურუმი ეს არის კიდევაც ინფორმაცია, მე ვეძებ პასუხს, მე მაინტერესებს რა მჭირს მე, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი იყო კარგად დაუშვათ, ნუ ადამიანს და უცბად თქვათ, რაღაცა სევდა შემოგესია, მაგრამ შეიძლება უცბად არა, შეიძლება იყო რაღაცა მოვლენები და ეხლა თქვენ ეძებთ ინფორმაციას, ფიქრობთ რა იქნება, როგორ იქნება, შეიძლება დაუშვათ აქ ვიღაცას თქვათ, ან კონსულტაციაზე ხარ ჩაწერილი, თქვათ, ვინმე სპეციალისტთან, ვისგანაც თქვენ გინდათ გაეგოთ ინფორმაცია, ანუ საწავიდე, იმიტომ რომ ახლა არის, ახლა რა თქმა უნდა, სამიანი გვერდხების გვეუბნება ზუსტად იმაზე საწავიდე, რა გავაკეთო ჩემ მომავალში, რა მელოდება. შეიძლება ჩაწერილი ხართ, შეიძლება ზოგიერთი ჩემი გოგოები არიან, ვინც ჩაწერილები არიან და თავის რიგს ელოდებიან, ხო? შეიძლება სხვა ვინმესთან ხარ ჩაწერილები, ანუ ყოველ შემთხვევაში თქვენ გაწუხოთ ძალიან რაღაცა კითხვა, რომელზეც თქვენ ეძებთ პასუხს. შეიძლება უკვე ანუ არის მომენტები, როცა ვერ შეიძლება ყველა და ქალს დაველაპარაკე, ყველა ვიდეო ვნახე, მაგრამ ეხლა გადაწყვეტილება მივიღე, რომ მინდა პირადად ვკითხო რა მჭირს მე, იმიტომ რომ აქ მართლა ადამიანი შეიძლება იყოს, აი უბრალოდ როგორ არის, იცით, აი ეს თავის სულიერ მდგომარეობაზე აინტერესებს, არ გამოვრიცხავ, რომ აქ არის ურთიერთობაზეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არის ხშირი საერთოდ კითხვები ჩვენ აი რატომ არის, რისთვის არის, რატომ კარგად იყო ეხლა ასე მოხდა, სად მივდივართ ჩვენ, გვექნება თუ არა საერთოდ მომავალი გვაქვს თუ არა, ან ტყუილავ ხარჯავ ემოციებს დროს და ასე შემდეგ. იმიტომ
აქ ადამიანს ბევრი კითხვები აქვს. აი ძალიან ბევრი. კი ბატონო, ნახოთ ახლა მიჯერ დედოფალი არ მომიძებნია. ანუ რა თქმა უნდა, ახლა აქ არის ჩვენს პერსონაჟი. ახლა ნახეთ როგორი სიტუაცია, ახლა კიდე ერთ ავიღებ და აგიხსნით. პრინციპში რაც გითხარით, გამოდის ზუსტად. დედოფალი მინდოდა, რომ მეფე უკვე გამოვიდა. ეხლავე აგიხსნით სიტუაციას. და დედოფალი მოხვალ. კიდე მეფე. კაი, მოვძებნი ახლა დედოფალს, უბრალოდ მოგიყვებით ახლა, იმიტომ რომ ჩვენ აკაჩი შევედით, ჩვენ ეს გვაინტერესებს, ხო? ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია, ეს აგიხსნით რაც არის, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა შეიძლება გაქვთ თქვენ ხანძლივი მამაკაცთან. ნახეთ, ცოტა ღრმა თემა წავიდა ახლა. რაღაცა პერიოდი გამოიარე და ეხლა შეიძლება უნდა გააკეთოთ თქვენ ანალიზი. ნახეთ, მამაკაცი, რომელიც არის თქვენ სივრცეში, ასე ვთქვათ. ეს არის პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე კი ზოგისთვის შეიძლება ქმარი იყოს, ჩვენ გვაქვს საჯარო გაშლა, ზოგისთვის შეიძლება თუ თქვენ ახლა არ ახართ ოფიციალურად ახლა ამ ადამიანთან ვთქვათ ახლა ურთიერთობაში, ეს არის ადამიანი, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ამ ადამიანთან გაქვთ როგორი დამოკიდებულება? კი, აი დიდი ხნის ურთიერთობა, კი, მონათესავე სულივით არის, ანუ იმიტომ რომ იცით რა არის ახლა აქ ადამიანთან ახლა ვერ გაჩერდები სულ რომ ცემატყეფა გაქვს ხო და ლანძღვაგინება ახლა რა თქმა უნდა გვაქვს რაღაცა მომენტები რომელიც ჩვენ თქვათ გაჩერებს და იმიტომ არ გვაძლევს საშუალებას რომ თქვათ დავამთავროთ რამე თქვათ სიტუაცია რომელიც შეიძლება არ მოგწონს და გვინდა გასვლა იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია ნახეთ გეტყვით თქვენ აი აქ გაქვთ რაღაცა დაგროვილი ამ ადამიანზე შინაგანი უკმაყოფილობა, მოდით ასე ვთქვათ. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, როცა თან მინდა რომ ეს ადამიანი იყოს ჩემთან, თან არ ვიცი მინდა თუ არა, სად მივდივართ, იმიტომ რომ გაქვთ ბევრი რაღაცა მომენტები, რომელიც შეიძლება ეს ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით არის, ხო? ძალიან კარგად გრძნობს თავს თქვენთან, იმიტომ რომ კომფორტის ზონაში არის, თქვენ მაქსიმალურად ჩუქნით მაგას გრძნობას, სიყვარულს და ასე შემდეგ, მაგრამ მისგან თქვენ აი ბალანსი აქ არის დარღვეული. როცა არის უკვე როგორ იცით, ნუ ვერ იღებთ კიდე, თქვა, ეს შეიძლება მატერიალური მხარიც იყოს, იმიტომ რომ აქ არის პენტაკლების რაინდი. და ორიანი პენტაკლების, ნუ ეს უკვე ჩემოსწავლების ვეუბნები. ანუ იმიტომ არის ცოტა ისეთი სიტუაცია, როცა შეიძლება ადამიანი მერყევს შინაგანად, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება მივიღო, მე არ ვიცი ახლა მინდა ეს ურთიერთობა კიდე გავაგრძელო თუ არა, იმიტომ რომ მაქვს აი ეს შინაგანი უკმაყოფილება, აი უკმაყოფილი არა ვარ, შეიძლება რაღაცა მომენტებით კი აი ნახეთ ადამიანი ჩემია ვგრძნობ რომ რაღაც კარგად ვარ მაგრამ ამავე დროს მაგ აი ეს შინაგანი რაღაცა ბრძოლა არ ვიცი შეიძლება თქვენ დიდი ხანია ხუჭავდით თვალს ბევრ რამეზე ანუ ესე იგი ჩუმად იყავით არ ეუბნებოდით ადამიანს რომ აი ეს არ მომწონს მე ასე მინდა ჩემთან ასე არ შეიძლება და ასე შემდეგ და ეს უკვე ეხლა ხდება თქვენში ზუსტად ეს მომენტი, როცა თქვენ ანალიზს აკეთებთ. მე სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცასთან შეიძლება ადამიანთან არის პაუზა, იმიტომ რომ კი ისიც მინდოდა ჩამიწერა სხვათა შორის პაუზა თუ დასასრული, ნუ ჩავწერა აუცილებლად ცალკე, მაგრამ აი ეხლა გეუბნებით უბრალოდ რა ხდება, რა ენერგიებს მაჩვენებენ. და ეხლა თქვენ გინდათ რომ აი თითქოს ახალი ცხოვრება მინდა, ბევრი რაღაცა გავითცნობიერე, ბევრ რამეზე ვფიქრობდი, ხო? ანუ აქ არის თანმით უმეტეს თქვენ თვითონ თუ ხართ ყურუმი, ანუ ადამიანი, რომელიც ეზოტერიკოსი ხართ, ხო?
თქვენ საერთოდ უყურებთ სიტუაციას სხვანაირად, იმიტომ რომ თქვენ ახლა არ უყურებთ ამას მარტო მიწიერ დონიდან და თქვენ უყურებთ კიდევაც ახლა ამას რა თქმა უნდა ეზოტერიკური თვალსაზრისი და ამიტომ შეიძლება იყოს ეს მერყეობა შინაგანად რომ აი დაუშვათ ახლა ანუ შეიძლება რაღაცა გაკვეთილს გავდევარ, შეიძლება კიდევ ვერ დავასრულე, შეიძლება რის ნუ აი ეგეთი კითხვები დაგებადებოდა ყველა ვარიანტში რა თქმა უნდა და ეს უკვე ესეც არის თქვენში რომ არ ვიცი მინდა გამოვიდე ამ ურთიერთობიდან თუ მინდა ამ ურთიერთობაში დავრჩე. იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ დაუშვათ კიდე რაღაცები მაგას თქვათ გასავლელი და ყოველთვის როგორც აი ნუ გოგოებსაც კიდევაც ახასიათებს ელოდება რა თქმა უნდა იმას რომ რაღაცა მოხდება ისეთი რომ შეიცვლება ადამიანი და ვიქნებით ძალიან კარგად. შეიძლება, ანუ იცით რა, იმიტომ რომ აქ ადამიანი თითქოს როგორ არის, იცით, ანუ მაინც არ ტოვებს იმ იმედს, რომ შეიძლება დაუშვათ იმენა ამ ადამიანთან მინდა ვიყო ბედნიერი, ამ ადამიანთან მინდა და არის აი ეს მომენტი რომ შეიცვლება, შეიძლება შეიცვლება, აი ეს არის ეს რაღაც გაწუხებთ თქვენ, კი? ხო, აი ხო შეიძლება რომ მოხდეს რაღაცა ისეთი სასწაული, რომ თქვა დაუშვათ და უცბად ეს ადამიანი ნუ რაღაც სხვანაირად დაიწყებს ქმედებას. აქ ბალანსია დარღვეული. აქ ძალიან, იმიტომ რომ ბევრი კარტი გამოდის, რომელიც მაჩვენებს მე, რომ ბალანსი არის დარღვეული, იმიტომ რომ აქ არ ხდება, აქ ბევრი უკმაყოფილება არის, იმიტომ რომ მაგრამ როგორი იცით, ეს უკმაყოფილება არ იყო აღიარებული თქვენით. ეს იყო ისეთი უკმაყოფილება, რომელიც იყო თქვენში იჯდა, გაიგეთ და ეხლა რაღაც მომენტი არის, რომ თქვენ უკვე ვეღარ ითმენთ. ძალა აღარ მაქვს, აღარ ვიცი როგორ წავიყვანო ეს ურთიერთობა და ბრძოლაში ხართ შინაგანად, იმიტომ რომ ეს ვერც ტოვებთ ამ ადამიანს და განვითარება როგორი იქნება არ იცით და ეგაც იმიტომ რომ ეს კიდევაც გეუბნები გინდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა გააგრძელოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ბალანსი დაბალანსდება, მოდით ასე რომ გითხრათ რა. აი ესეთი მომენტი არის და ასეთი რაღაცა ხდება თქვენში. კი ბატონო, კი. რომ აი ნამდვილად უკვე თქვენ როგორ ხართ, ეხლა თუ დაუშვათ თქვენ სხვაობაც გაქვს ასაკში, ან ფინანსურ მდგომარეობაში, ნუ რაღაცაში, აი აქ უკვე როგორი თემა არის, იცით, რომ ნამდვილად უკვე მე ბავშვი არ მჭირდება, მე მჭირდება რომ იყოს ჩემს გვერდით მამაკაცი. თქვენში არის დიდი ტრანსფორმაცია, თქვენ ვერ აიტანთ. ეხლა ნახეთ, პაჟები როცა გამოდის, ეს უკვე აქ თითქოს თქვენ იცვლებით, შინაგანადაც იცვლებით თქვენ პირველ რიგში, მაგრამ პაჟი არის კი შეიძლება გვაჩვენოს ჩვენ ახლა სხვაობას ასაკში, მაგრამ შეიძლება აჩვენოს ზოგჯერ მამაკაცი თვითონ, ნუ თქვათ, ნუ ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა ხო შეიძლება ადამიანს რეზონირდება თავის თქვათ ქალზე, ხო? არის ეს მომენტები, როცა ადამიანი უკვე თქვათ ასაკში შევიდა, უკვე უნდა იყოს ზრდასრული, მაგრამ აი ბავშვური საქციელი გაქვს. მე ეს არ ვიცი, მე ეს არ შემიძლია, მე ეს მინდა, ან არ იღებს პასუხისმგებლობას, თქვათ ახლა დაუშვათ ახლა ისეთ რა არის, ბევრიც რო ველაპარაკოთ, კი, ახლა მეც ნამდვილად ახლა ის შეიცვალა სამყარო და გოგოები ახლა უფრო ზოგი მეტის შოულობენ თქვათ ვიდრე მამაკაცები და ამ შემთხვევაში ძნელია. კი ბატონო, მაგრამ არის რა, ეხლა მე თუ მიყვარხარ შენ და მე შენთვის ვაკეთებ რამეს, ხო? ესე იგი და შენც რომ მეუბნები რომ მე შენ მიყვარხარ და მე თუ დაუშვათ ეს არის როგორი მომენტი კარგად გამიგეთ რომ აი მე შენ გაგიკეთო შენ მე გამიკეთე არა ეს სხვა რაღაცაზე მინდა რომ თქვენ მიგითითოთ აი ნახეთ თქვენ რო გიყვართ თქვენი პარტნიორი სიტყვაზე ხო სადმე რომ მიდიხართ აი ელემენტარული მოდ ბანალური ავიღოთ მიდიხართ მაღაზიაში და ხედავთ რომ არის თქვათ ნამცხვარი ან რაღაცა თქვათ საჭმელი რაღაცა რა ვიცი რაღაცა ნიფტი რაც იცით რომ ეხლა მე რომ ამას სახში მოვიტან ან მას რომ ვაჩუქებ ეს სიამოვნება ძალიან რა და ამიტომ მე მინდა გავაკეთებ რომ ამ დროს ჩვენ რასაც ვაკეთებთ სხვისთვის ეს ამას ვაკეთებთ ჩვენთვის
ამ დროს მე კარგად ვიგრძნობ თავს, რომ მე სიამოვნება, რომ მე ის ვასიამოვნე, ხო? რა თქმა უნდა, თქვენს იგივე გინდა თქვენი პარტნიორიდან, რომ ისეც რომ მოვა სახლში სიტყვაზე ან თქვენთან შეხვედრაზე არ აქვს მნიშვნელობა, რომ იმანაც ისეთი რაღაცა გააკეთოს, რაზეც მე მესიამოვნება. ეს არ არის მერკანტილიზმი, ეს არის უბრალოდ ანუ ჩვენ ასე რა ვესაუბრებით ერთმანეთს, რომ ანუ იფიქრა ჩემზე. ანუ შეიძლება ახლა სულაც ის არ იყოს, თქვათ, ახლა კი, ნამცხვარია, მაგრამ ის ნამცხვარი თქვენ არ გიყვართ, ახლა ნუ სიტყვაზე ახლა კი შეიძლება იფიქრო, რომ რატომ მე მომაკ ყველაფერი ისეთი რაც შენ გიყვარს და შენ ახლა, ანუ ეს სხვა თემა. მაგრამ აი ეს მომენტი, რომ იფიქრე ჩემზე. ნახე, გააკეთე რაც შეეძლო ჩემთვის. ანუ ეს მნიშვნელოვანი, ეს არის მიმოცვლა ენერგიის ზუსტად რა, როცა ჩვენ ამას და როცა შენ ახლა ну აქ მერკანტილიზმი არ არის დამიჯერე. ეს სხვა რაღა, ეს არის ზრუნვა. აი ეს არის ზრუნვა, რომ აი მე შენზე მე ვზრუნავ შენს ბედნიერებაზე. მე ვზრუნავ იმაზე, რომ შენ გესიამოვნოს. და საერთოდ ბიჭებო, დაემახსოვრეთ, რომ თუ გინდათ იყოთ ბედნიერები, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რა გავახარო, რა გავუკეთო ჩემს კალს, რითი გავახარო, რა გავაკეთო ისეთი, რომ ის იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ იმდენს მიიღებთ მისგან. აი ყველაზე აი არის ხო ინგლისური მე არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ძალიან ბევრი მქონდა ტრენინგები ამერიკელებთან, ხო და ძალიან კარგი ნათქვამი მქონდა happy life. არა, happy wife, happy life. ანუ ბედნიერი ცოლი, ბედნიერი ცხოვრება. ეს დაიმახსოვრეთ. აქ არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. აქ აღარ მინდა, აქ არის როგორ აღარ მინდა მე უკვე აქ არც გასწავლო რამე, არც ასე ყოფნა. იმიტომ აქ წამოვიდა აი ადამიანის აი შეშფოთებულია, გაიგეთ რა ხდება. შეშფოთებული ადამიანი. კი, იმიტომ რომ როგორ არის, იცით? აქ თქვენ გადაფასება მოხდა თქვენში. იმიტომ რომ თქვენ ნახat ხუთიანიდან ადამიანი გადავიდა ეგრევე მე-9 ენერგია პენტაკლების. ანუ ეს როგორი მომენტია, იცით? მე გავიგე ჩემი ფასე. მე გეუბნები თქვენ აქ გაიზარდეთ, თქვენ აქ შეიცვალეთ, თქვენ აქ რაღაცა გაკვეთილები მიიღდეთ, რაღაცა თქვენზე მიიღდეთ. მაგრამ ეს მიიღეთ თქვენ ცივი გონებით სხვათა შორის რა. აქ როგორი მომენტი, აქ ახლა კი გულით ახლა ნერვიულობთ, რა თქმა უნდა, ახლა იმიტომ რომ ეგრევე იყო 4-იანი თასების, მაგრამ თითქოს ცივგონებას ვრთავ იმის მე აი თითქოს რაღაცა ბიძგი მიიღეთ, ან რაღაცა სიტუაცია მოხდა, ან რამე შეტყობინება, ან საუბარი რაღაცა მოხდა ისეთი, ან ვინმესგან მიიღეთ თქვენ რაღაცა ისეთი ну ხო შეიძლება თქვათ ვინმესთან უკვე გქონდათ კონსულტაცია სიტყვაზე, ხო? და თქვენ უკვე აი თქვა ან საუბარი ადამიანთან, რომელიც თქვათ, ახლა თქვენ ნუ პატივს სცემთ და თქვენ ახლა დაუშვათ ახლა იმისგან იღებთ რამე ინფორმაციას. შეიძლება ინტერნეტშიც რამე მოусმინეთ, ხო? ეგაც არ არის გამორიცხული და ან ინტერნეტში თქვათ ვიდეო ვინმესთან რაღაცა, ხო? აი ზუსტად ეგ სიტუაცია რაღაცა იყო ბიძგი თქვენთვის, რაზეც თქვენ იფიქროთ, რომ არა, მე ჩემი თავი მიყვარს. არა, მე ჩემი თავი მინდა იყოს, ანუ ჩემ თავს ვაფასებ. არა, ჩემთან მასე არ შეიძლება. იცით? და აი თქვენში მოხდა ეს გადაფასება ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცა შეტრიალდა რაღაცა სიტუაცია. იცით, რომ როცა მე ჩემ თავს არ ვაფასებდი, ყველაფერს გვპატიობდი, ყველაფერს ვიღებდი, იმ უბალანსობასაც ვიტანდი. აღარ მინდა. აღარ მინდა. და უბრალოდ ეს არის როგორ მასეთ მდგომარეობაში, ნახეთ, ანუ თქვენ თითქოს იყავით, როგორ იცით, აი როგორ მინდა გითხრათ, იცით, აი შეიძლება даже ნახეთ, აი შეიძლება თქვენ იყოთ ადამიანი, აი ვარსკვლავი რა არის, იცით? ვარსკვლავი არის ადამიანი, რომელიც ანათებს. შეიძლება თქვენ ანათებთ თქვენ საზოგადოებაში, თქვენ სამსახურში, თქვენი მეგობრების შორის, თქვენი შეიძლება ისედაც ანათებთ, შეიძლება ბლოგერი ხართ, ახლა ბევრი გოგოები მეყურებენ ისეთები და მაგრამ აქ თითქოს იცით როგორი მომენტი არის, აი
რატომღაც წამოვიდა, რომ დამოკიდებული გახდეთ იმის სიყვარულზე. მაგრამ ეხლა და კაი ხანია, კი. აქ მოხდა, ანუ იცით როგორია თქვენ თვითონ, აი თითქოს როგორ არის, იცით? აი აქ გადაფასება, всё, ერთი სიტყვა. გადაფასება. აი ეს ხდება თქვენს, ეხლა აი თქვენ რო იძახეთ, რომ რა ხდება, რა მჭირს, რისთვის არის ეს ყველაფერი, ეხლა მე ცალკე მაინც დავსვავ მაგ კითხვას, მაგრამ აქ არის, იცით როგორი სიტუაცია, როცა მართლა მე ხვდები, რომ მე რასაც ვაკეთებ, კი, ვაკეთებ გულით, მაგრამ ბალანს, აი გადამეტებულია აქ, გაიგეთ, გადამეტებული არის აქ გოგოსგან ყველაფერი. და როგორი მომენტი არის, იცით, მაგრამ ეხა ხართ როგორი მდგომარეობა, არ ვიცი რა გავაკეთო. დავასრულოთო, კიდე რაღაც დაველოდო და ელოდებით როგორ იცით, თქვენ აქ გინდათ ნამდვილად პასუხი გინდათ, იმიტომ რომ შეიძლება ეძებთ აი ესეთ გურუს ვიღაცას, ვინც გეტყვის, იმიტომ რომ აქ რა არის, იცით, რატო შპოტავთ? კი, ხართ ერთ ენერგიაში, აქაც პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, მაგრამ აქ შორს ხართ. ანუ ეს პენტაკლების შორს არის ენერგია. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ როგორც აი მატერიალური უკვე მიმოცვლაში ხართ ძალიან არა ხართ თანასწორი. კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე, კი. ანუ ერთად ხართ, მაგრამ შეიძლება სხვა ენერგია, თქვა, სექსუალური ენერგია გამოძრავებს, თქვა, დაუშვათ, აი რაღაცა მიზიდავს, მაგრამ ადამიანი მატერიალურად არაფერს არ აკეთებს ამ ურთიერთობაში. და არ დებს იმ ენერგიას ამ ურთიერთობაში, რაც უნდა ჩაადოს მამაკაცმა. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. და ეს გაწუხებთ თქვენ, გაიგეთ, ეს გაწუხებთ, ანუ ვიღაცას აქ არ გამოვრიცხავ, რომ გააქვთ მანძილე. და შეიძლება ქმარიც იყოს და თქვათ ვერ ანუ რა ვიცი, რაღაცა ეგეთი თემაა. ძალიან დიდი განცდა. იცით როგორ არის, აი დავიღარე, მე მგონი ვატყუებ უკვე ცხოვრებას, მე მგონი ვატყუებ იმას, რომ ანუ იმიტომ რომ როგორ არის, იცით, აქ თითქოს ადამიანს უნდა ახალი ცხოვრება, უნდა ბედნიერება, უნდა სიყვარული, მაგრამ აი უნდა ძლიერი, თქვათ, ოჯახი თუნდაც, ხო? ნუ არა ბავშვთან, მამაკაცთან მინდა. მამაკაცთან. ან შენ მინდა რომ იყო განახლებული, ან გახდე ეს ჩემი იმპერატორი, მე მინდა ჩემი იმპერატორი გახდე, ხო? მე მინდა პატივი ქცე, მაგრამ ხარ პაჟი. არა, ვერ ეწევა ადამიანი და უნდა რომ შეიცვალ, განულდეს ყველაფერი და სიტუაცია შეიცვალოს. მე არ გეტყვით ახლა იმას, რომ თქვენ ახლა ანუ ფიქრობთ იმაზე, რომ ახლა მივატოვო. არა, მაგრამ აი როგორი თემაა, იცით, აი მინდა რომ დაიჭიროთ. აი ხო იძახეთ დაუშვათ, რომ არა არ მივატოვებ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ძალიან ღრმად ის გააქვთ ეს მომენტი, რომ დაუშვათ, აი შეიძლება თქვათ, რომ არც ვუშვებ მე მაგ აზრს. თქვენთან იყავით მართალი, თქვენთან, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ ამას. რომ გამოჩნდეს ესეთი ადამიანი, რომ ვინც დაგაფასებს, ვინც ნახეთ, მოგცემთ ბედნიერებას არ არის მართალი, იმიტომ რომ შენ თავთან თუ არ ხარ ბედნიერი, ვერავინ ვერ მოგცემს მაგ ბედნიერებას, ეს არის სისულელე. ანუ ისეთი ადამიანი, ვისაც მე მექნება საერთო ენა, ვინც მე გამეგებ, შეიძლება თქვათ, საუბარიც, აი საერთო გეგმები, საერთო ერთად ვიყოთ, ერთად სადმე წავიდეთ, ერთად რამე გავაკეთოთ. ანუ ეგ ესეთი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია და აი ზოგჯერ როგორ რატომ კიდე ვერ ტოვებენ და ვერ მიდიან, იმიტომ რომ შიში აქ აი ვაი თუ დაუშვათ ვიღაცას შემოვა და ამაზე უარესი იქნება, რა თმინდა უკვე
მივეჩვიე ამას და მაგის ხუშტურებს ახლა კიდე ვიღაცას მიეჩვიე, ხო? მაგის გამო ბევრი მიზეზები და ამიტომ თქვენ ბრძოლაში რო ხართ, გული ძალიან გტკივად, უზომოდ გტკივად გული, იმიტომ რომ ვერც უშვებს, ვერც ტოვებთ და მაგრამ უზომოდ გინდათ ეს ბედნიერება. გინდათ, რომ ან ეს თქვენი მამაკაცი გახდეს უკვე ნამდვილად ეს პიროვნება, თქვათ, რომელსაც შეუძლია რომ აიღოს პასუხისმგებლობა თქვენს ურთიერთობაზე, ან ახალი ადამიანი შემოვიდეს რა. ნუ აქ ახლა საჯარო გაშლა ყველა სხვანაირ. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. აქ იქნება სიხარული და ბედნიერება, მაგრამ აქ მოუწევს თქვენს პარტნიორს სხვათა შორის და ნუ დაფიქრება რა ამაზე. იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ცვლილებები წავა, თქვენ ამ სიტუაციიდან გამოხვალთ და შემოვა თქვენს სივრცეში სიყვარულიც, მაგრამ აქ როგორი თემა არის? კი, თქვენთან როცა თქვენ თვითონ გადაწყვეტილებას მიიღეთ, რომ კი მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე აღარ მინდა ეს ამ თვირთის ტარება, მე აღარ მინდა უკვე აქ რაღაცა ბავშვური საქციელი და აი თქვენ თვითონ რო შეიცვლებთ, ხო? შინაგანად, აი მაშინ სიტუაციაც შეიცვლება. ორი ვარიანტი იქნება აქ. ან თქვენი პარტნიორი დაფიქრდება და მიხვდება, რომ არ მინდა ამ ურთიერთობის დაკარგვა და რამეს იზავს, ხო, თქვათ, ეხლა შეცვლის თავის მიდგომას, ან ვიღაცასთან შემოვა ახალი ადამიანი. ნამდვილად, მაგრამ ეს იქნება იმ შემთხვევაში, როცა თქვენ თვითონ თქვენ თავზე იმუშავთ, მიიღებთ მყარ გადაწყვეტილებას, იტყვით, რომ მე აღარ მივცემ უფლებას არავის, რომ აი ასე მომიქცეს, მე ვარ ღირსი ყველაფრის კარგის, მე ვარ ღირსი იმის, რომ მე პატივს მცემდნენ, მე ჩემი თავი მიყვარს და მე არ მივცემ უფლებას, რომ ვინმე მომიქცეს მე უპატივისცემლად და ჩემთან მასე არ შეიძლება. აი მაგ შემთხვევაში ეს როცა თქვენში ეს ტრანსფორმაცია მოხდება, აი მაგ შემთხვევაში, ნუ საჯარო გაშლა და ამიტომ ვამბობ, რომ ან შეიძლება პარტნიორი შეიცვლება, თქვენი რაღაც დაფიქრდება, თქვენზეა დამოკიდებული ბევრი თქვენზე. ან იქნება დასრულება და სხვა ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. მე ყველა ვარიანტში გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.